რეკლამა მალე გაიარა, ამიტომ დაუბრუნდეთ დისკუსიას. სხვა შორის ნელ-ნელა შეიმჩნევა მიჩუმართება ოდიოზური ტიპების, ხო? აი სალომეც აღარ აქტიურობს, სადღა უნდა იაქტიუროს. და ოპოზიცია გარინდულია აი ამ გამანადგურებელი დარტყმის წინ, რომელსაც ქვია გაუქმება პარტიების. ნუ ეს მოხდება ძალიან დიდი ალბათობით, იმიტომ რომ სარჩელში ყველაფერი კარგად არის აღწერილი, კომისიამ კარგად იმუშავა და მთავარი პრობლემა რა არის? ჩემი აზრით არის პირველი პრობლემა რა არის? რომ ამ ხალხს ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს ჯერ ჭარბი რეალობა რო აქვს და თავის შექმნილი ილუზორული სამყარო ეს ერთია. მათ არ აქვთ რეალური წარმოდგენა საცხოვრობენ. აი მაგალითად, როგორ შეიძლება აი ხაზარაძე ხო ქართველია, ხო? ნუ ასე ვიცი. საქართველოს მოქალაქეა, ასე ვიცი, ქართველი. და გააკეთა ფული, ხო? დამშულება გაძარცვა, არ გაძარცვა ეს საკეთება, მაგრამ აქ ცხოვრობდა. აღმოჩნდა რომ მან საერთოდ არ იცის ქართველი ადამიანი როგორ ცხოვრობს, რა უნდა და როგორ უნდა ელაპარაკო. ასევე შეიძლება ითქვას სხვა ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ აი ეს რაღაცა სიგიჟე, რომ ჩვენ ვართ საოკუპაციო რეჟიმი, ქართული ოცნების საოკუპაციო რეჟიმი. სიტყვის ხო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მეგობრებო. სიგიჟე აი ეს სიტყვათა წყობა, რომ ქართული ოცნების საოკუპაციო რუსული რეჟიმი არ შედის მასების თავში. არ არის, ახლა მტკიცებულება არ არის, არ შედის. ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ძალიან ბევრი სურათხატი, რომელიც მათ გამოავლინეს, წინა პლანზე გამოიტანეს. მაგალითად, სპეკულირება ჩვენი გმირებით, ან წუხელიძით მაგალითად, ხო? ან ჩვენი ეროვნული მოძრაობის გმირებით, როდესაც ისინი საკუთარ თავს ხო ადარებენ ლაზარეს მაგალითად ადარებენ აი ამ ესეც არ მუშაობს. აღმოჩნდა რომ მაგალითად ეკლესიის გინება, რომელსაც სხვა შორის ბევრი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი ფიგურა არ აგინებს ეკლესიას, მაგრამ არ საკეთებს რომ დაგმოს ან ამაგმოს ეს ყველაფერი. ფსევდორელიგიური მოღვაწეები ანაფორას პატივსცემ და ამიტომ არ დავიწყებ ლანძღვას. ანაფორით შემოსილი ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ეს ნაცმამაოები, ხო? ნაცარქიმანდრიტები, რომლებიც იძახიან რომ ნუ აი როგორ შეიძლება ქართულმა ოცნებამ შემოიღო კანონი არასრულწლოვანი ქართველების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვისკენ მიმართული LGBT და Q გავლენისგან დაცვისკენ მიმართული, ხო? როგორ შეიძლება აი ვერ წარმოგენია. არამც თუ ეხლა მამამ ხო ვიღაცამ ქართველმა ნებისმიერი ეროვნების მით უმეტეს მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა როგორ შეიძლება ეს დაგმოს ხო არა თქვას რომ აი ეს რაღაცა ხო ანუ სიტყვებსაც ვერ პოვებ აი სიგიჟე როდესაც ადამიანი რომელიც აი ამის პროპაგანდას მართლაც ამბიონიდან უნდა ეწეოდეს ქადაგებას ეს ამის ამოცანა უნდა იყოს ეკლესიის მსახურის რომ აი ამ საზიზრობის წინააღმდეგ იქადაგოს და მიდის იმ ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიც ნუ შეუძლებელი ანუ ეს სიგიჟეები დაგროვდა ბოლოს ეს გადმოიღვარა იმაში რომ მართლაც შეურაცხადი ხალხი დადგა ქუჩაში და შესაბამისად ეს აკრძალვა უკვე როგორ გითხრა არც არის მტკივნეული ხალხი იმდენად დაიღალა აი ამ პარტიებისგან ამ ადამიანებისგან რომ ეს რომ მოხდარიყო 2-3 წლის წინ რა თქმა უნდა დიდი ხმაური იქნებოდა და გამოჩნდებოდნენ ადამიანები რომლებიც ეთქვენ რომ დემოკრატია სრულდება ხალხი დაიღალა აი ამ სიგიჟისგან ამ ჭარბი რეალობისგან ამ რაღაც ლოზუნგებისგან რომელიც ქართულ ხალხის უმრავლესობას არ ესმის საერთოდ რაზეა ლაპარაკი ვერ იგებს აი ქართველი ადამიანი ვერ იგებს რატო არის რეჟიმი რუსული არ შედის მის თავში რატომ გაყავდა არჩევნები აი არ არის არანაირი მტკიცებულება გახსოვთ აქტივისტებმა რომ გააჩერეს ძოლი და ამისთვის არჩევნები არსებობსო და მტკიცებულება თუ გაქო რომ თუ გაქვს მტკიცებულება რომ გაყავდაო მე გადმოვალ და შემოგიერთდებიო და არა გაქვს მტკიცებულებაო ხო აი ეს არ ესმის ანუ თავდება მე მგონი პირდაპირ ქირურგიული ჩარევით უკვე თავდება ის რაც სიგიჟეს არის იმიტკენ იციან დარწმუნებულები არიან ეგ არ მომხდარა ხო იცი ზოგიერთი შეიძლება გიჟი შესულია რა არა აი თქვა მოსახლეობის რაღაც ნაწილს რაფორმითაც ამბობ მე მივხვდი ზუსტად ეგ არის არ ესმის სწორად რო არ გაგვიგონა ყველა დარწმუნებულია ხარდაჭერი ვინც არის ხელისუფლების და ვის პრეტენზიას არა ხელისუფლების ხარდაჭერზე არა არა ფაქტია ეხა იმათ
იმათ რიტორიკას და რაღაცა ვერ ხდება რაზე ლაპარაკობს ხალხის ურალესობა. კარგად ხდებიან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი აგენტები, ანუ იმათ უნდათ თავიანთ მომხრეებს, ხელისუფლების მოწინააღმდეგებზეც კი ვლაპარაკობ, რომ როცა მოდის ვიღაცა, არ უნდა ქართული ოცნება და უცებ გეუნებიან, რომ რუსია კლავს ვერ იგებს ამ. ხო ხედავთ რომ ეგრე არ არის. ხო. აი ოპოზიციამ მოახერხა, რომ ეგრეთ წოდებული შუაშისტურად განწყობილი ელექტორატი გააჯიუტა ქართული ოცნების სიყვარულში. კი. რატო? სიყვარულში არა, დაცვაში რა. და ქართული ოცნების დაცვა, წესრიგის დაცვა და ანუ რატო? იმიტომ რომ შენ რო გეუნებია სიგი, ანუ ყოველდღე ხო არის შუაშისტი რატო არის, აი ოპოზიცია, აი რაღაც ყენებია ხელისუფლების, რაღაც კონკრეტულ რეფორმებს მიუნდა, ეს უნდა, მაგრამ არ გონია რომ რუსულია. საერთოდ ეს რომ მოდის ვიღაც და გეუბნება შენ რუსული რეჟიმი და რაღაცა ცეცხლი ოლიგარქიას რაღაცა და ანუ შენ ხვდები რომ აქეთ და იქით რომ გეუბნება რომ ომში უნდა ჩავერთო თან პლუს ამას რომ გეუბნება და შენ განა ის კი არ გიქნა ხელისუფლებამ კიდე რომ ქვეყანა რაღაცა უკეთესად გააკეთოს და ამიტომ ხარ შუაშისტი და ესენი გააჯიუტეს აი დარწმუნებული ვარ აუშალეს ნერვები კი აი დარწმუნება აი აგინეს ეკლესიას აი ეკლესიას დავანებო თავი ყველა ავტორიტეტს ყველა ავტორიტეტს, სპორტსმენს, არასპორტსმენს, ისტორიულ პიროვნებას, მეცნიერს ყველას გადაუარეს. რავი, ეს რიგითი ქართველი ხდება, ეს ოცნება მართალი ყოფილა. ავტორიტეტი შეიძლება არის ათეული საქართველოში, მაგრამ 1.200.000 კაცი ხო მაინც არის, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლებას და მოდი აქედან დავთვალოთ დანარჩენი ფაქტებს თუ ვერ აღიქვავენ. ჩვენ ხო ფაქტებს აღვიქვავთ და ვიცით თქვათ რა ხდება. რას გვეუბნებიან დღესაც გვეუბნებიან რომ ნაციონალური მოძრაობა ეს არის დემოკრატიული პარტიაო და თქვენო უფლებაც არა გაქვთ რომ სასამართლოს მიმართოთო ერთი რომ საქართველოს უცხოელები გვეუბნებიან ესენი ხო ამის დამხაშები არიან კაცო და ანუ ისინი რასაც ამბობენ მათ უფლება არ აქვს სხვა რამე თქვა ანუ ფაქტის წინაშეც რომ დადგებიან იძულებულები არიან რომ უკუღმა ილაპარაკონ შეკითხვა მინდა დავსვა და გამეცი პასუხი წინა არჩევნებზე რამდენი ხმა იყო 250.000 ნაციონალურ ხუთმა ნომერმა რამდენი აიღო? ო 212-ია. და იმასთან ერთად რამდენი იყო 400-500 ხო? 400 ქონდა ახალთან ერთად დაახლოებით. ახალთან ერთად ხო? 500.000 კაცი 2000 2 წლის წინ ხო? მივიდა და მისცა ამან ხმა. ეხლა პარტიები უქონდება. როგორი მიზეზია იცი ქუჩაში გამოსასვლელა და რატო სად არის ხა? რატო არ გამოდიან? ფეხებზე დაიკიდეს, აღარ შეუძლიათ ამის ატანა და იმიტომ რეალურად ადამიანი ხომ ხედავ რაც ხდება ანუ დღეს გეუბნებიან რომ აი კონსტიტუციაში გიწერია კიდე კონსტიტუციაზე და საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვით თქვა რა კონსტიტუციაში 23 მუხში გიწერია რომ პარტიას მოქმედ პარტიას რისი უფლება არ აქვს ანუ მას არ აქვს რომ უფლება არჩევნების გარეშე ძალადობით სახელმწიფოს გადატრიალებასთან წესწყობილების შესრულებასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით იბრძოლოს მოუწოდოს დაორგანიზოს ხო მოწოდება ძალადობა და ასე შემდეგ რასაც აკეთებს და იმავე მე ეს მეოთხე პუნქტში წერია რომ უფლება გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოთ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით ვინც ასეთ ქმედებებს განახორციელებს ეჭვი ხო არეპარება არა განახორციელებს კი არა კაცო ხომ უკვე განახორციელა პარტია რომელიც ამბობს რომ მე მონაწილეობას არ მივიღებ არჩევნებში, არ მინდა მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ვერ გავიმარჯვებ, კაცო დავმარცხდები და რუსული რეჟიმია, რაღაც ლიბია, ეს სხვათა შორის ლიბიასთან დაკავშირებით, რაღაცა ესე მიზეზებს მოძებნას რა უნდა, არ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ხელისუფლებაში უნდა მოვიდე და საზოგადოებას მოუწოდებ, გამოდით, ჩვენ ესენი მშვიდობიან უნდა დავამხოთ. აქ უკვე დამთავრებულია პარტიის მიზანი და ამოცანა არის არჩევნებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ამათმა კონსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრეს, დანაშაული ჩაიდინეს და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ნებისმიერ ქვეყანაში ასია, ნებისმიერ ქვეყანაში. და დღეს იმ ქვეყნის წარმომადგენლები ხალხო, უტიფრობის დონე ნახეთ რა. იმ ქვეყნის წარმომადგენლები, სადაც პარტიები აკრძალეს, ჩეხეთი გინდა საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, რომელ ქვეყანაში გააკეთეს ის რაც უნდათ და რამდენად კონსტიტუციური იყო, ეგ კიდე ცალკე თემაა, თუნდაც ახლა საფრანგეთში და გერმანიაში რაც მიდის, ესენი მოგვიწოდებენ ჩვენ რომ თქვენ უფლებაც არ გაქვთო, თუ დააკვირდით მოწოდებებს, იქ წერია რომ
სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით გადახედეთ ამ სარჩელი არ შეიტანოთ და ასე შემდეგ. ანუ იმის უფლებაც არ აქვს და ამას ადამიანი ხო უყურებს. ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი უყურებს და იძახის. თუ შენ გაქვს უფლება, მე რატო არ მაქვს უფლება? აი ამ საკითხზე კიდე ორი კომენტარი და დავასრულოთ. შალვა რა იცი მე შენას გეთახმები. მოდი რა აი ხა რამდენიმე დღის წინ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი რა ანუ ჩემი თაობის ბიჭი რომელიც იყო ქართული ოცნების ხარდამჭერი ძალიან კარგი ადამიანი ყოველას ანუ ათობით ადამიანს უყვარდა ყოველს უყვარდა ანუ როგორ არის პოლიტიკაში ასეთი ამბები როცა არის დაპირისპირება იწევს რომ აი შენ გეძლევა საშუალება რომ ადამიანებს რომლებიც არიან რაღაცას განიცდიან მეგობრის დაღუპვას კოლეგის მათი თანამოაზრის მიუსამძიმო და ანუ რაღაცნაირად შეამცირო ეს დაპირისპირება და აი მაგალითად შენ თუ ხარ ბავშვად აი გეების წარმომადგენელი აჩვენონ რომ აი გეები არ ხართ ესეთი ცუდი როჟები როგორც გაბრალებს მაგალითად აი ცუდი ქართული ოცნება ან ქალთა მოძრაობა ან ვიღაცა ან აი ოცნება რომ გიჟებს გეძახით გააქვთ და როცა ხართ და გააქვთ საშუალება რომ ასე დროს წარმოაჩინოთ რომ ხარ ჩვეულებრივი ადამიანები რომ კი შეიძლება ის ემპათია გააქვთ ის ადამიანი შეიძლება პოლიტიკურად შენზე ისეთ რამს ამბობს ჩვეულებრივი ამბობი არის პოლიტიკური ბრძოლა ხო არა რა გააკეთეს ზეიმობდნენ ხო გლიცინი ანუ მე ვნახე პოსტები სადაც ლაშას ადარებდნენ ჰიტლერს ანუ მე ესეთი სიდებილე ესეთი სიგიჟე ხო არ შეიძლება ანუ ეს რა არის შალვა რომ ეს არის ხალხის აბსოლუტურად არადეკვატურები არიან. მე შენ ახლა წარმოიდგინე, ხარ ჩვეულებრივი ტიპი. არის რაღაც თემები, რომელიც არ მოგწონს ქართულ ოცნება. შეიძლება საგარეო პოლიტიკის გამო, შეიძლება საშინაო პოლიტიკის გამო, რო უყურებ და ხედავ რომ სისხლისმღერებს ხო? საშინაო ხალხს კი. ამათთან შედარებით ქართულ ოცნება პოლიტიკური პარტიაა, არ მინდა ესენი რა. თან რა იცი რომ გიჟები. თან ახ არის სადისტები, გიჟები, არაადეკვატური, მართლა გიჟები არიან, ხო ვიცით რომ ანუ ქართულმა ოპოზიციამ რა გააკეთა რა მთელი დამტყმელი ძალა, მთელი ინტელექტუალური რესურსი, პოლიტიკური რესურსი გადააბარა გიჟებს. არ ქონდა რესურსი. გიჟები მოვიდნენ და წაართვეს, რაც არ ქონდა. შალვა, ანუ ნახე როგორ არის, ანუ წმინდა ადგილი რომ თავისუფალი არჩება. იმიტომ რომ ქართულმა ოპოზიციამ გენიალური გაფიცვა მოაწყო რაღაც მიზეზების გამო რომ ნაწილს არ უნდა რევოლუციაში მონაწილეობა და ციხეში წავიდა გახარებული მეორე ნაწილი უბრალოდ არადეკვატურია ამ გიჟებმა დაიკავეს ძალაუფლება და შალვა ამან რა აჩვენა იცი რომ ამან აჩვენა რომ დასავლეთს აქვს მართლა ამათი აქვს ფაქტია ხო აძლევს ძალაუფლებას და მოსახლეობის მართლა შუაში სტულ ნაწილს რომელიც აღარ შეუძლია ამათი აღარ უნდა არჩევანის საშუალებას არა ხო და პლუს ამას მოდი თქვა ასეთი რამე რა ქართული პოზიცია NGO სექტორი გიჟებით არიან ნაცნობი მოძრაობის ნარატივის ტყვეობაში კი ბატონო ანუ ნაცნობი მოძრაობა არის აბსოლუტურად არაადეკვატური შიზოფრენიკული სექტა რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი მოვიდეს ხელისუფლებაში. ანუ ყველაფრის ფასი. ამიტომაც არის რომ ისინი თანახმაც კი არ არიან რომ მეორე ძალა იყვნენ ძალიან სერიოზული გავლენებით. მათ უნდათ მარტო ხელისუფლებაში რომ არეულობის გზით. მეტი როგორ გამო. ანუ დაამთავრა ანუ ჩალა რა იცი რომ ნაცებმა უკვე მიხვდნენ რომ მათ არ შეუძლიათ სხვა არაფერი მსგავსი. და მოკლედ ანუ ეს სექტანტურის მომენტია, სექტანტური Game of Thrones ვისაც აქვს ნანახი, იქ არის ესეთი მომენტი, აი სექტარო რელიგიური სექტარო არის და რო ჩამოდის დედოფალი და აი სირცხვილის ის მომენტი რა, აი ეს მექანიზმი, ზოგადად სექტის მექანიზმი ძალიან ესეთი აპრობირებული იყო როგორც შუა საუკუნეებში, ისე თანამედროვეობაში. მე იმის თქვა მინდა რომ ზოგადად ადამიანის და საზოგადოების გატეხვა და გაბოროტება ძალიან მარტივი რაღაცა, ძალიან მარტივი მექანიზმია რა. ვიცემ მის ყველაზე დაბიო გამოვლინებებს რაღაცა ფართო ასპარეზი. რაც გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ რა, ამ შემთხვევაში ძალიან ესე იგი აქტიურად იყენებდნენ მათ ეგონათ რატომღაც რომ ეს მათ წაადგებოდათ, არ წაადგათ, მაგრამ ფაქტია რომ დადგა ის რომ საზოგადოებაში არანორმალური ურთიერთობები დამყარდა. აი თუნდაც ის ლაშაზეს რაც იყო ხო ეს ორი დღე არ მეძინა იმ კომენტარების შემდეგ იმ რაღაცა ისეთი იმას ვხედავდი ტაბუ დაერყვა სერიოზული ტაბუ დაერყვა რა კი პოლიტიკური მოწინააღმდეგე შეიძლება იყო ადამიანის მაგრამ თუ არც ჯესე ტრობის კულტურას არსებობდა საქართველოს ყოველთვის არსებობდა ტრობის კულტურა რომ რაღაცა ის რო იყო ეს
ჩვენი კულტურა კი არა, ზოგადად საკაცობრიო კულტურა არის. ილიადაში შეგიძლიათ ნახოთ და ყველგან შეგიძლიათ ნახოთ. ანუ ეს არ არის ქართული მოვლენა, ადამიანური მოვლენა და რაღაც ადამიანურ ფაქტორებს რო გადაცილდები, ხედავ რომ საზოგადოება ესე იხრწნება. არ შეიძლება შენ ესე მარტივად უყურო და ისე იყო. ამიტომ პარტიების აკრძალვა, ეხლა ესეთი პარტიების აკრძალვა, რომელმაც პანდორას ყუდი გახსნეს პირდაპირ გაგებით, ხო? არის საერთოდ მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენ უახლეს ისტორიაში, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ესეთი გააზრებული, დაფიქრებული და პასუხისმგებლიანი ისტორიის წინაშე პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე აქტი, როდესაც შენ წარსულში აფასე, ამ წლების განმავლობაში არ შეგვიფასებია წარსული. პირველად აი ესე იურიდიული საბუთით, კანონის ძალით, პირველად შევაფასეთ ჩვენი უახლესი წარსული, უახლესი. და პოლიტიკური გამოჯამრთელების გზა კი ბატონო. ვალდებულებაც კი არის ხელისუფლების, რომ ეს გაეკეთებინა, გარდა იმისა, რომ უფლებები გვაქვს. და წეგან ნიკა მახსენა სლოვაკეთის ფაქტი და არ შემიძლია რომ არ გამოეხმაურო რა ეს რაღაცა ევროპელები რაშუაში მათი ხელმძღვანელების დეგრადაციაზე რომ ლაპარაკობ ჰოლანდიას რომ ანუ რასთან დაკავშირებით ცდილობენ რომ ხმის უფლება ჩამოართვან სლოვაკეთს. სლოვაკეთმა მიიღო კანონი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შესახებ. აკრძალვის შესახებ. არ იფსახურებენ. და ამის გამო ევროკავშირის ელიტა და გარკვეული ქვეყნები მოლაპარაკებებს მართავენ რანაირად შეიძლება სლოვაკეთი დასაჯონ. წარმოიდგინეთ რომ მათ მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება მათ სულისკვეთებას და პოლიტიკას. ეხლა უყურეთ. მოკლედ ვიტყვი ძალიან 2026-30 წლის სტრატეგია რო გამოაქვეყნეს LGBT-თა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ არასრულ პირდაპირ გადმოვიდა ის ამერიკაში რაც ხდებოდა. არა მარტო ომი გადმოიბარეს, მაგათი უფლებების გადმოიბარეს. გარდა იმისა, რომ მცირეწლოვნების რაღაცა უფლებებთან დაკავშირებით მათი უფლებები გაზარდეს, როგორ შეუძლიათ მშობლების გარეშე სქესის შეცვლისა, პირდაპირ ვალდებულებები ჩადეს რა? ერთი, რაც აი მახსოვს და მოკლედ ვიტყვი. მათთან დაკავშირებით აუცილებლად ცალკე სკოლების აშენება არის დავალებული, საავადმყოფოების აშენება არის დავალებული და მემორიალები დამახსოვრდა განსაკუთრებით მტკივნეულად. ანუ ყველას ავალდებულებენ რომ მემორიალები გახსნან იმ ადამიანების საპატივსაცემად, ვინც აი მაგალითად LGBTQ+-ის წარმომადგენელი ეს ტიპები ვინც არიან, ვინც იბრძოდნენ, გარდაიცვალნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას აკეთებენ ევროკავშირში თავის ქვეყნების მიმართ ძალადობით. და დღეს ერთი ადამიანი მათ შორის საქართველოში თუ ვინმე ჯერა რომ ჩვენ რო გვეუბნებოდნენ რომ ეს კანონი რა შუაშია, რატომ მიიღეთ ჩვენ დავით მოთხოვნაში. კი, ჩვენ დავით მოთხოვნაში ეწერა კაცო. ეხლა ხო მაინც ფაქტია და ამას ვეღარ გავექცევით. ანუ თუ სლოვაკეთი ევროკავშირის წევრ ქვეყანას ჯიან ამის გამო. ჯიან იმის გამო ჩვენ რატომ არ დავჯიან? ვინა ვარ? 3 მილიონიან ქვეყანას ეგრე ისეთ მემორიალებს დაგვადგმევინებენ გადაკეთებულ მაგრამ ეს არასოდეს არ იქნება. არ მოხდება გაუმარჯოს საქართველოს. დიდი მადლობა ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს.